სტრასბურგში ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მონაწილეებს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ვლოგერმა ეთნიკურმა აფხაზმა მილენა აჟიმბამ აფხაზურ ენაზე მიმართა. ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა ქალთა როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტის გოგონები აფხაზეთიდან წამყვანმა პროექტის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ისინი წარმოადგენდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თანატოლების ხმას. იბრძვიან ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის. ევროპარლამენტში მიმდინარე დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში 160-ზე მეტი სპიკერი იღებს მონაწილეობას. განხილვისა და დებატების მთავარი თემაა, როგორ შეიძლება დემოკრატიამ ხელი შეუწყოს მშვიდობას და მისცეს მეტი გარანტია თავისუფალ სამყაროს. სტრასბურგში მიმდინარე მსოფლიო დემოკრატიულ ფორუმზე ვიმყოფებით. ეს ფორუმი ეძღვნება საკითხს, უდრის თუ არა დემოკრატია მშვიდობას. დღეს სიტყვით გამოვედი იმ თემატურ ჯგუფში, რომელიც ეძღვნებოდა ქალის როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში. მოვყევით პროექტის გოგონები აფხაზეთიდან შესახებ. გავუზიარე მსმენელებს და სპიკერებს ჩემი გამოცდილება. როგორ დავიწყე ეს მედია პროექტი, როგორ მივიღე საპასუხოდ ბულინგი, არ ვიცოდი გამეგრძელებინა თუ არა, რადგან ზოგჯერ არ მყოფნიდა თანეთკომა. მაგრამ ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ ეს პროექტი ნამდვილად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება ახლა ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, მაგრამ მათთვის ღირებულია. მე ვფიქრობ, მე უნდა ვიყო ხმა იმ ადამიანების, რომლებსაც ჯერ არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებები ხმამაღლა გააჟღერონ, მაგრამ მჯერა, რომ მათ ამის შესაძლებლობა აუცილებლად ექნებათ, მაშინ, როდესაც ჩვენი მომავალი ჩვენთვის უფრო კეთილგანწყობილი იქნება. ევროპარლამენტში მსოფლიოს დემოკრატიულ ფორუმს ვესწრები. დღევანდელი დღეს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე დისკუსიებს დაეთმო. მონაწილეობდით პანელში, რომელიც ქალთა როლს ეხებოდა მშვიდობის მშენებლობაზე. მე ვისაუბრე, თუ რა მნიშვნელობა აქვს გვერდით დავუდგეთ ქალებს, განსაკუთრებით დევნილ ქალებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, განათლების უფლებისთვის, თანასწორობისთვის. ცოტა რთულია 24 წლის ასაკში შენი ხედვები გააჟღერო ისეთ თემებზე, როგორიც ამ პრობლემების გადაჭრა, მაგრამ მე მჯერა იმ მისიის, რომელიც მაკისრია და ჯერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის.